გამარჯობათ ხალხნო, მე კოკური, გრიგალი, მარლი და თლიფუნა ვართ თემკისკენ. სეზონი 1 სერია 4. მე 4 სერიაზე ვართ და გრო გადმოვარდნი. ჰაერში ამოტრიალდე. თუ გაგვიზიარებთ ამბექთან. ადამიანი რო მოსაკლავად გადიმეთქს. ისე? და თანაც ხალი კი არა, აფთარია. სტასანდო. არა, შათლა. დახოცილები წინასწარ გათხილ საფლავებში დამარხეს და მეორე დღეს ზემოდან მიცვალებულები დაამარხეს. საფიქრო ჩააწეს საფლავებში. სასაფლაოს დირექტორიც ამ საქმის თანამონაწილეა. მოვედი. სად მოვედით? აუძა საყვარელი კაცი. კიდევ ერთი ძაფი წდება. რა ვიცი ხო რა არის? ულელობა? ულელობაო? ურა. აუც მემოლი? ყოველგვარი ნათელია. მაინც? ეს დონარა. ჭონია? ო. საკუთარი მანქანით მოვიდა. მანქანაში გასაღები ჩატოვა. მე-9 სართულზე ამოვიდა. აი მე რა მოხდა უღი არ ვიცი. მოიცა კაცო, რა მანქანაში ჩატოვა გასაღები? დატოვეს ის მანქანა იქ. რომელი? დონარა ჭონიას მანქანა მიიღონეს და დატოვეს, ვითომ მივანდე მიიყვანა. აა. მოაწყეს რა. ამ სიშორეზე წამოვიდა თავის მოსაკლავად. ამ გამოიწვევს. კაცო, მეზობლებს დაუვარეს. რამოდენიმე კაცმა დაცემის ხმაზე გამოიწვია. ხო. მასნობი არავინ ყოლია ამ სახლში. ზარის არავისთან დაურეკავს, მოკლედ. ვერაფერი ვერ გაიგო. სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებული. ექიმები ამტკიცებენ, რომ დაცემამდე ცოცხალი უნდა ყოფილიყო. აი ეგენა გადავარდა. დავაპირე. კიდევ ერთი გაუხსნელი საქმე ავიკიდეთ რა. რას ჩალიჩო? ეს მან დაავალა ამოიტანეო. Isa. ვერ გავიგე, ეს ნიკოლაძის მკვლელი გავიგეთ ვინ იყო და ისიც იყო უნდა აგვიყვანა გვესროლეს. ამ პაუკას ყელი გამოჭრეს. მერე ის ხალხი ჩასხრილეს, ორმაგი დასაფლავება გააჩაღეს. ეს გომების გადამალვა და მერე სასაფლაოს დირექტორი უნდა აგვიყვანა, ავიყვანეთ. Olga მოგვია. ანაგვიანე მან. ვასრები. ვინ? გამაშია სად? ვინ? ერთი რაღაცა ვიცი, ეს ჭონია რომ მოგდა, სხვაზე არ არის, უნდა მივიდეთ ფულთან. თუ ეს მახარა, გამოიგდე თავი. რატო? არა. ჯობია ის ორი ნაბიჯვარი დავკითხოთ. წენის ბავშვს რო ჩასხეს და ხო? ხო. იმათმა რაც თქვეს, იმის მეტი არაფერი არ იციან. ვერ გავიგე ეს ფილტვანი რა გახდა. ბედი. Oh, really?
ბევრ ამას ვერ გაიგებ. აქ ისეთი ამოვია ძმო. ჯაჭვი. ჯაჭვი. რას შვებია, ბიჭო? ამა დაავალა მოიტანეთო. ხო, დავარ. ხოდა. ხო შეგვიძლია რა. რას შვებია? შები. რა შვები? როგორ ზახარში მენარ მითხარით მეცნიერების პერიმეტრა. ბიჭო, რას რესტორანი ექსპერიმენტი? რა ამგერათი კაცი გააგორე რა. რაგი? ბიჭო, მე გითხარ ხალხს ესროლები. აი, გავგიშდები, კიდე კაი ვინმე არ მოკლეს. ცემენტიანი მეშოკი. ბიჭო, ხუმრობას ვეღარ გაიღადა ოპეკა. თავიანი ხალხი გავ. წავით რეტრი ძმო. დაგაზეთ ეგ მაკეტა დროს რაღაც. ეს წარტუს რა მყრაი საათრი ეს ბიჭო. აურა, მაგრამ უმუშაოიათ. ნამდვილი თვითმკვლელობა. ო. დავით სამართლოდან არის. იმ მესაფლავების თავდასხმელები ყავთ დამუშავებაში. რა დამუშავებას? გაიგებ. 5 გაუხსნელი საქმე გუადებს კისერზე, ხო? მას ამუღამე ფეკა. ის კატამაზე იმაშובה ხო ვიღაცას? კატამაზე ვიღაცას ურტყავს. თავდასხმა თანაც უწყოელებს. გადახვი გავის. ბანდიტური. როგორ? ასაქმე, ასაქმე. ანალოგიური ბანდიტური. 5 რა დამუშავებას? გაიგებ. გესმის მარლი? ტყაპუნის ხარ ის რაღაცა? რო ტყაპუნის ბიჭო, ტიპის ხმარ გესმის დებილი ხარ? უკანა ფონზე ეხა ხმა უსმინე. დამუშავებაში. რა დამუშავებას? გაიგებ. 5 გაუხსნელი საქმე გუადებს კისერზე, ხო? ასაქმე, ასაქმე. ანალოგიური ბანდიტური თავდასხმა თანაც უწყოელებს. უცხოელებზე? ხო, მე წენგვაშულის თავდასხმელები რა შოშერია? ხო და ეგენი სწორედ ამას არგვევენ. აბზალეთ. პრობლემა ბატონო მოგონიდო. ეს უნდა გადავიყოლოთ ესენი სამართლოში. რაო, აღიარეს? აბა რა სიზამთრეა? აი ბატონო. ახლა უცხოელებს ზეიმი. გული მაგათავდა, აბა. როგორ მოიქცეოდნენ ახლა? შეიძლება. თანაც თუ გამოიჭირეს სადმე ნასვამ მდგომარეობაში მიეპარებიან უკნიდან, ჩაცხემენ ამ ტრუბას თავში და მერე უჩიჩმევენ ჯიბებს და არის ერთი ამბავი ამჟამად. რო შეტენიან 8 წელს მერე უჩიტონ ჯიბები. კაცი. ხუთი ხო? ხუთი უცხოელია. აი ვინ მოვა, ვინ ჩამოვა ვიდა მოხარ ქვეყანაში. ეგეთი ვითარება რა. წავედით ბატონო ბოლტონიკო ჩვენ და აბა გამონე რა საღამოს ჩვენი ბიჭები წაეყოლებენ ამათ. აბა თქვენი ცით ჩამოვა. არა, მაინც ვერ გავიგე რა. ესე უცხოელებზე თუ ნადირობდნენ წენგვაშვილი აღაშუაში. ეხლა შენ თავისად არის. ახლა მაინტერესებს, ამ დონარამ სხვა ვერან ვერ დაიქირავა? რა აი მაგათესა? იმიტომ რომ პროფესიონალები ჭირდებოდა. და იცოდა რომ უცხოელებზე ნადირობდნენ და ესენი კარგი treba რომ მოგეკონა. ეს ვინ არის კაცო? შვილო, შენ ამ ძარცველებს და ბანდიტებს ხელს რო აფარებ. ვერ ხედავ რა ხდება. უცხოელებს ქუჩაში ვერ გაუვლიათ კაცო. ესენი მძარცველები რომ ყოფილიყვნენ, სანამ იმ წენგვაშულს ხრამში გადააგდებდნენ, მანამდე ჯიბებიდან ფულს მაინც ამოასწრებდნენ. რა ფულს ნიჟარაზე 5 ლარი ასკა. თუნდაც ბიჭო, დოლარებზე გაწუწკებული კაცი 5 ლარი ასი კადრია. არა, არის კადრებში. კარგით. კარგი ბატონო, არ არის ძარცველები. და თვალითაც არ უნახავს ეს უცხოელები. აბა ვინ არიან ერთი მითხარი ძმაო? არ ვიცი, დონარას უბნელები, ნარკომანები რა ვიცი. არა, შვილო, ლექსი, ეხლა ეგენი ნარკომანები არა. კაცი მოსაყრელად გაიმედეს, ანუ ტრუბა თავში ჩაუშვეს, მერე აწეს, ხრამში გადააგდეს. კათამაზე კიდევ მოგვიწეს. კიდევაც მოხდათ გემოზე. ხოდა გაიგაჩერდია. მეგობა. თუმცა მაგაცეს ყველაფერი
ახი. Fodishit xalqo, გაითიშა, ადგილი დამთავრდა. მობილურში. ეტარაში ესა. რა? ამ დილით უშიშროება ამ ბიჭების საქმე გამოითხოვა. უშიშროება? ლეონ ამერიკას სასწრაფოდ გამოაგზავნა. მე თუ ვერ ვქეთ გაუგზავნეთ? აუგზავნა რამე. აი აქ რაღაცაშია საქმე. ზახარიჩ. რაღაცაშია საქმე. გამარჯობა. ძალიან გიხდება გამა. მადლობა. წავედით? წავედით. ეგრე გიყიდია. იცი. შორს არის? არა, თაწმინდაც. და გადაღება. ახალი რა არის ფიქსო? ძალიან ლამაზი. ეს კი ვიქნებს კაცი რომ მთელი ღამე გრამოვთან გაქვს გადაღებული. პროფესიას მიწუნე? არა, გარეგნობას გიწო. რუსთავი რა. ფიქსო. გამარჯობა. უკაცრავად ესე გაუფრთხილებას რომ მოვიდეთ. მოგწა. მოგწა. ხო იცი? ეთი. შემოდი. ეს იმ გოგოს და არის, ხო? მოკლედ. რო დაიკარგე. ნინო ხორბალაძე. მოგწა, შემოდი. აქეთ ვიყავით და ვიფიქრეთ შემოგივლით. ვაუ. რა მე ახალი არის? ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ პროკურატურა აგრძელებს ამოზიებას. ისი როგორც წესი, ასეთი მასობრივი მკვლელობა გაუხსნელი არჩება ხოლმე. და თქვენ აღარ მონაწილეობთ ამ გამოძიებაში? ფორმალურად კი, მაგრამ ეხლა პროკურატურას გადასცეს ეს საქმე, ამიტომ გამოძიება კაკაურიძეს არა? ხო, ნახე კაკაურიძე. იყო ჩემთან მასული. და ამიტომ გონია რომ მკვლელებს ვერ ციპავი. საწყალი ჩემი და ამაშიც კი არ გავმართლა. ვიცი რა სოფო, მე მგონი რომ ლექსო და ბიძინა თავბაგარი არც ისე ფორმალურად არიან ამ საქმეში ჩაბმული. უბრალოდ კაკაურიძე მარეთის ამის შესახებ. თანაშნელობა აქ რა იცის კაკაურიძე. შეიძლება ამდენი ხალხი დაიხოცა. ესე იგი, მკვლელობაში უამრავი ადამიანი მონაწილეობს, ხო? ჯერ ეს გვამების გადამალვა. მე ეს მწყოლი, მესაფლავე, სასაფლაოს ადმინისტრაცია. შეუძლებელია ვინმეს რამე არ წამოსდეს ან ვინმეს რამე არ შეეშალოს, ხო? და დაზარალებული მხარე. დაზარალებული მხარე რა საშინელი სიტყვა. ეს უბრალოდ ტერმინია ესეთი. არა, ვიცი რომ ტერმინია, მაგრამ ვერ ხვდები, ვინ არის დაზარალებული. ნინიკო მოკლეს, ეკა, თემურ ბილიხოძე, ის ორი ბიჭი, ისინი აღარ არიან. მე ვარ დაზარალებული, მე უბრალოდ დამომიკვდილეს და არ ვიცი როგორ ვიცხოვრობ. რა ვიცი, აზრი აქვს საერთოდ რამეს? მესმის. ძალიან გტკივა. საშინელება მოხდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ხო? ლამაზი ახალგაზრდა გოგო ხარ. გათხოვდები შვილებს გააჩენ. გასაგებია ნინიკოს ვერავინ შეგიცვლის, მაგრამ დარწმუნებულია რომ კარგ ბავშვებს აღდდი. ამაზე არ მიფიქრია. მეც ნინიკოს ხომ ზრდიდი. უბრალოდ ვატუტუცებდი, როგორც შემეძლო. არ მინდოდა რომ დაჩაგრულად ეკცნოთ ამ. ერთვენი ერთ დღეს უმუშევარი დავრჩი. რას არ ვეცი. ნამცხრების ცხობა დავიწყე. ამ კაპიკების შოვნას გადავყევი და ეთყობა რაღაც მთავარი გამომრჩა ამ დროს. რაც მთავარი გამომრჩა და დღეს დაზარალებული მქვია და ყოველ დილით კაპიტან კაკაურიძეს ვესაუბრები. ეს დაიმახსოვრე, შენიბრალი აქ არაფერი არ არის. უბრალოდ ნინო და ეკა შემთხვევით აღმოჩნდნენ იმ ადგილას, თუ მორჩა. კაი, მოდი აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. ეხლა მე წავალ ყავას მოგიდუღებთ და პიცას გავაცხელებ. ძალიან კარგი. ერთი ბოთლი ჭაჭაც მაქვს. მოდი მოგეხმარები. მე კროსვორდებს შევავსე. რა დროა, ვიღაცა ტიკტოკს დასკროლავდა დღეს. აბა, მაგ კროსვორდებს შევავსე. რა მაგარი იყო კროსვორდებიტო. მაგრა დასწორდა. საქართველოს უმაღლესი მწვერვალი. ყინვარწვერი არ არის? არა, შხარა. შხარა, მართალი. სოფო, ეს ნახატები ვისია? მამა ჩემის.
ფსიქიკური დეფექტი, რომელიც ადამიანს ხელს უშლის გადაწყვეტილების მიღებაში. აზე უნდა იწყებოდეს, აბა თუ იცი. რამდენი ასოა? 6. აბულია. Čo? როგორ? აბულია. ჩივნი მებონიო. და ამას ეძახე შენ რომ პროსტორ ჩავსებ, ხო? აბულია რო არ ვიცი, ესე იგი ვერ ვახსოვე. იცოდე. მომეხმარე. ოპა. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. სოფორომ შემოვა. ფრაქჩერს. გადა აბულია. არა, შენ აბულია არ ჭირს. და როგორც ექიმი, ხალხი ვხედავ შენს ორგანიზმში მიმდინარე ენდოკრინოლოგიურ პროცესს. ამიტომ დაწყდარდი შენ აბსოლუტურად ჯანმრთელი ხარ. დამცინით ექიმო? არა, არ დაგცინიო. ეცე ხანახა მგონია რომ ყინულით ვარ დაფარული. საფო, რომ წამოხვალ, სათებელა წამომიღე. ხელებით ბილი როგორ? მიცვალებულთან შედარებით კი. როგორი love story-ა? ამაც მაგრად მოშიდე. რა სპეციალობის ხარ საფო? ეკონომისტი. ეხლა მუშაობ სადმე? ეხლა არსად რაღაცებს თავაზობენ, მაგრამ ამ მდგომარეობაში ნამდვილად არ შეიძლება. ესე რამე სოლიდურ ფირმაში რომ შემოგთავაზოთ მუშაობა? რა ვიცი, კეთი. არა მგონია რომ ეხლა რამე შევძლო. რატო აბა როდემდე უნდა იყოს ეს ხუსგან გადმოყვანილი შუქით? მოკლედ ამაზე ხვალე დავიწყეთ ფიქრს. გითხრი ხარ ამას აკეთებ? მოდი შენი დისკს უნდა იყოს. მენიკოს. ძმობას გავწევ, და იღუპა გუშინ რა ლაფურშეტი მოაწყეს. რა ხდება ძმა? ზარო შეატე, რა პისას ჭამელი ვერ მივხვდი. რა გუშინ არა შე მეღადავე. გასტომარია, არ შემოვიდა. მე ამერიკაში სმას. საშინელებას არ სწავლობდი. იცი რა, მამასმა დაიწყო უკვე? სოფლიოში ყველაზე საყვარელი პოლიციელი სადაგზაო დავლენ. ლექსო შენ გაგიმარჯოს. ოპა, მე გონი ადამიანობა ყველგან უკადაგიბრუნა. გაგიმარჯოს. სამოთ ვერ დავლებ. ეს მართლა საყვარელია, ხო იცი? ყინული ხომ არ იწყებს დნობას? არა, ჯერწინ დიდი ზამთარია. Winter is coming. ვერა უცხოელი გამოვიდა კაზინოდან. Rana Kolesa. მართლაც ამას მე მგონი ბრატ. გასამოვიდა? გადაგაცე წოდე, გადადიდე ბატელევიზორს. რა უნდა ტელევიზორის? კარგი. კიდევ ერთი უცხოელი ემსხვერპლად ჩვენებულ განუკითხაობას.
ქალაქის პოლიციის შეფის ამაო დაპირისპირებანი. ნადირობა უცხოელებზე. პოლიციის უსუსურობა თუ პოლიტიკური დაკვეთა. გავაგზავნო? არა. ეხლა რა ვქოთ, ესეც დოლარს უბნელებს შევდენოთ? ჰა? რაკი და ბიჭო, შეიძლება გამიტარაკი საქმე. გათამაცე. რა მოვიდა ბიჭო? ცუდათო. დაჯი. რა ხდება საფარიში? რა ვიცი დავიდოვიჩ, აი რაღაც პრესას გავიცანები რა მოვიდა. აი ჩვენ რაშუაში. მას იძიებდა ქალაქის სამძებრო. კი, ჩვენ მათ ვერსიას არ ვეთანხმებოდით. მაგრამ არ დაგვიჯერეს. ხომ ასია? კი. ახლა ეს აღიარებითი ჩვენება შეიტენონ უკან. მართლა ხო არ შეგვიძლია ასე ბოლოს და ბოლოს. შედრიან. ეს ლექსო მართალი იყო. მაგრამ ნუ ეგ არ არის თავარი. აბა რა არის თავარი? 6 თავდასხმიდან 3 ჩვენს რაიონში მოხდა. ახლა ნათელია იჯოხი ჩვენ თავზე გადაწყდება. აბა რა უნდა აბა? და ეს საქმე უნდა გამოვიძიოთ და დამნაშავეები დავაგავოთ, რა თუნდა მას ბევრი. გამოვიძიოთ და დავაგავოთ. იქ შეიჭირი მე? აკაც. საიდან ჩამოფრინდი ფიცია შენ? ჯო, ყველაზე ჭკვიანად რომ მოგაქვს თავი. არა ბატონო გენო, მაგრამ მე მგონი ამ დანაშაულებს შორის თავისუფლად შეიძლება რაღაცა კვანძი აღმოაჩინოთ ბიგოთ. არის კაცო, თუ რა მიცი, გითხარი შეოჯახაშინებულა, ა? ხო, გამზადეთ და მე. მიბადო. ყველაფერს აგიხსნით. მიბადო. ეხლა ვითარება ასეთია. 26 დეკემბერი მიხაილ ევერსზე თავდასხმა მოხდა ჩარდახის ქუჩის კუთხეში. 2 იანვარი ბილ სკოტი ზანავის ქუჩა. 18 იანვარი ჰერმუტ იუნგუსი არციბაშვილის 9 ნომერი. დაახლოებით აი აქ. 22 იანვარი ლუკ დელარზი საღოლაშენის 2. მან დაახლოებით ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობდნენ. მე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. და ბოლოს 2 თებერვალი ნაუმ ლიბერმანი დანიელის 6 ნომერი. აი აქ. ეხლა თქვენ ხედავთ არასწორ 5 კუთხეს. ხო? ეხლა ეს რომ დავაკავშიროთ ერთმანეთს. მათ შორის რა გვაქვს? გვაქვს კაზინო, რესტორანი და დისკოტეკა. ეხლა სკოტი, დეფო და იუნგუსი ბრუნდებოდნენ კაზინოდან თავდასხმამდე. ევერსზე თავდასხმა რომ მოხდა, ის დისკოტეკიდან ბრუნდებოდა. ხოლო დელარზი და ლიბერმანი ბრუნდებოდნენ რესტორნიდან. ყველანი მოდიოდნენ ფეხით სახში. ეხლა რატო? ნუ ადვილი მისახვედრია, მათი სახლები ძალიან ახლოს იყო. ეხლა ეს ერთმანეთისგან. ეს 3 ობიექტი ძალიან თითქმის თანაბარი მანძილით არის დაშორებული დანაშაულის ადგილიდან. თითქმის. ეხლა მოცემულია. ეხლა გიცნით. სავარაუდოდ მე მგონი რომ დამნაშავეები აი ამ 5 კუთხეს შიგნით ირჩევდნენ სხვერპს და ხელსაყრელ მომენტში ესმოდნენ თავს. ზახარიჩი. აი ეს ბიჭი ჩვენ თუ არ ბაბულებს, აი მწუპად ბანდიტებს ერთ კვირაში დავიჭერთ კურთხლებივით. აი ყველა ხესთან ვაყენებ თანამშრომელს. ავტოინსპექცია კეტავს თელ პერიმეტრს. საკვანძო წერტილებში, სახურავებზე დგება ჩვენი დამგურებლები, რომლებსაც რაციებით აქვთ კავშირი მობილურ ჯგუფთან, რომლებიც 2 მანქანით პატრულებას ახორციელებენ. ახლა მე მესმის, რომ ჩვენი ძალით ამას ვერ შევძლებთ, მაგრამ რას ვაკეთებ მე? უკავშირდები ქალაქის მთავარ სამმართველოს. ქუჩები რა დღესი დამგრე. 2 რაიონის პოლიცია. შელიუბანია ეს, ხო? პლუს ჩვენი სამმართველოს ბიჭები. პლუს ავტოინსპექცია.
მე მგონი ვეღობთ. არც სპეცინაზი დავჭირდა. და მე მაგათო ანახე. როგორ უნდა უცხოელებზე ნადირ. სუსტუმარ მასპინძას ურტყამ თალში. რასტუმარ მასპინძას დავიდოვიჩი. აჯაბ-ჯაბა. როგორ შეიძლება ამის გადაგება? დავაფრთხო და ნახოთ როგორ შეიძლება. შილო, ლექსო შენ გაჩერდი. ისედაც ბევრი ილაპარაკე. დავიდოვიჩი, მე მგონი შვენიერი გაიგო. არა, მართლა. შვენიერი. ეხლა ბოლო დრო არ ვარ, ზალო ვაჩვენოთ მაგ შობელ ზალოს. მაგრამ მე ერთი რამე მაგიობს, იცი რა, აი ოპერაციის დრო. მიხდი დავიდოვიჩი, ესე იგი არც ერთი კვირი და არც სამი დღით ამ ხელა ძალებს ჩვენთვის არავინ არ გადმოისვრის და არ მოუწდეს. მერე შობელ ძალები ჩაიდნენ თუ არა რაღაც დანაჩაოს სად გაკრებენ ხოლმე გადაემალებიან სადღაც არიან წყნარად. არა ვითარი ოპერატიული მონაცემები ჩვენ არ აქვს. მერე ვინ გიშლის? მოიძიეთ ოპერატიული ცნობები. გიშლის ვინმე ძმო. ამასობაში მე რას ვაკეთებ? უკავშირდები მაღალ სტრუქტურებს, ვადგენ დეტალებს და მისთვის დამჭირდება მე ერთი კვირა 10 დღე. და ერთი კვირა აი იმ ჯგუფის მოსამზადებლად. არა, მე იმის თქმა მინდა რომ ამ ხელა ამბის ატეხვა და ამდენი ხალხის მობილიზაცია სულაც არ არის საჭირო. თუ მენდობით რამოდენიმე დღეში ჩაგაბარებთ მთელ ამ ბანდიტებს. დავწინის რა ზაღარიჩი. რამოდენიმე დღეში თუ არაფერი არ გამომივიდა, ჩემი ხელით დავწერთ განცხადებას და პოლიციიდან მივდივარ. კი ბატონო, გააძლევ ერთგვარს. ან ისინი იქნებიან ციხეში, ან და შენი განცხადება იქნება ჩემს მაგიდაზე. გიყურებდეს ერთი მაიორი თაბაგარი? ან დეიდა ლიზა. დარწმუნებული ვარ, სვეტის მომენტი. სოფოს? სოფო ყორბალაძეს? სოფოს სერიოზული პოლიციელი მორია. საწყალი ძალიან მეწოდება. ეხლა რამე უნდა მოვხდეთ? შენ რაღაც იქნება ჩაფიქრებული, რა? რაღაც აზრი მომივიდა თავში. რა? აზრი მომივიდა თავში. რა აზრი? იცი თითქოს საჭირო სპეციალობა აქვს, მაგრამ თავს ყოველი მეორე ეკონომისტია. არც ენები არ იცის, არც საკმაო გამოცდილება არ აქვს. მომსგავს, ეს უკანო ზიან არ იციან, რომ ფილმს იღებენ აქ თუ, ანუ აი, რატო გადაჩურჩულოთ, კამერა შეხედე მე მგონი, აუ, იღებენ ჩემი. რის კიდე? მე არ დავკვირები რა. სენტიმენტალურ ცნობებზე უნდა ვიდე. აქ ისეთ ეს ნახავდი რა? ესმის? სანახავია ესეთი კაცი, რომელზეც სოფო ხორბალაძის სიტუაცია ძალიან იმოქმედებს. გეგულება ეგეთი კაცი მე. მამის ვინმე? ნიკო ხორბალაძე თემურ ბილიხოჩის საცოლეთო საყვარელი. ვინც შეიძლება ხმარის სიმღერის წესი და ახლოს მოდიან და ბილიხოჩის სახლობლები ძალიან დიდ ბიზნესში არიან, თანაც მაღალი თანამდებობები უჭირავთ. იმათთვის ერთი საწყალი გოგოს შეკეთება არაფერი არ არის. ხვდები რას ვამბობ? მოიცა. ფილმთან ავიღეთ მისვლას? მე რა თქმა უნდა ნინო მაგათ რასბურგას შეეწირა. ხო? თანაც ბილიხოძის ახლობელი გამოდის. ეხლა ეს ფილმფანი რაც ხოვოლიც არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში მაინც მიიღებს სამსახურში, ხო? კი, მაგრამ ჩემი ფილმთან მისვლა ყველაფერს გააფუჭებს. ზაბა მინდა მივიდეს მე? თუ მეხსიერება არ მღალატობს, დიდი ხანია გინდოდა ფილმფანის გაცნობა. ესეთი არა სამსახურეობრივი თანაც კაცური საბაბით მისვლა აჯერ უფრო ხელსაყრელია ჩვენთვის. თუმცა მე გეტყვი. უფასო ინფორმატორს მივიღებთ. სოფოს სახით. ხო? შენ ვოლ ფილმფანის სკალპი გიგდა.
შენ პილვანი ტემის. ცერა მე სკალპელზე არ მოდიო. მე უბრალოდ ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო. ჩვენს არ შეიძლება პოლიციელი პირადი ინტერესებით უზრაობის. არც სამედიცინო ექსპერტი. ამიტომ თქვი ვარი ამ საქმეზე. ექს უნდა წასვლის დრო არა? გაიღალე? ცოტა. აბატი სახამდე ვერ მიგაცნობ. რატო თუ ფული არ აქვს მე დაგპატიჟო. არა, უბრალოდ რაღაც საქმე მაქვს. კარგი. კარგი. ისა ხოლ ფიფათა მემიო. კარგი ბიჭო. Razman. Ucoelis manse. Ai, gadao bicho. Utonon lage. Cigarette, please. ქართველი ვარ, ნუ. ქართველი ხარ ბიჭო? ო. მე თუ ქართველი ხარ, ეგ საყურე რა თქმა რო გიგეთი. ისა? ცისფერი ხარ ბიჭო? არა, ძმაო, რა ცისფერი. აბა თუ ქართველი ხარ, ეგ საყურე. შენ ეგრე ნუ მოლაპარაკები, ჯერ ეს ჩემი ყური ასევას გავიკეთებ, გაიგე? აი, ეს რა ძერს ყია? აბა, სუხო. მოდი. არ გაიშლე პასო. მოდი. რა გააკეთა ჩემ? გაგვილახეს. რა გააკეთა? ძალით აცებინა თავი. ოპა. დაიღუპა ხო? ხო. Social Para get in the days. აუ, რა ძერსკად მოკვდა ტელეფონი. ვინ არის? კი ბატონო, შემოვიდეს. შეიძლება? მოდი კაცო. ალექსანდრია რა? დიახ, ლექსო. ლექსო. მაიცა კაცო, შენ ის არა ხარ ჩემი ბიჭების საქმეს რომ იძიებდი, მკვლელობის საქმეს. დიახ, მე გახლავართ. ვა, ჯიგარო. რა არის სახეზე რა მოგსვლია? ეს პატარა ინციდენტი მომივიდა. რა ლექცე მე? ხო. მაიცა ვინა ძმო, მითხარ. აი, გარაფერი ხდება ხოლმე პროფესიები ასეთი.
მე თქვენთან როგორც პოლიციელი ისე არ მოსულვარ. რაღაც პატარა სათხოვარი მაქვს. ჩემი თავი გენაცვალოს. შენ ისეთი საქმე გააკეთე, შენი ვალიდან ვერ ამოვალ. არა მაინც რა მოგაფიქრა იმ საფლავების ამოთხრა, ა? თეიმურაზ ბილიხოძეს იქ ერთი გოგო ახლდა. ნინო ხორბალაძე თუ გახსოვთ? როგორ არ მახსოვს ძმაო? რა ქნეს ამ დამპლებმა, რა ქნეს, ა? ქალებისაგან მაინც რაღა უნდოდათ, იმათ რაღაც ერჩოდნენ. მაშ მაგათი სისხლი არ უნდა დალიოს კაცმა. მაიცა ნახავ მაგათ რაც მოუვათ. ვინ იყვნენ იცით? რაღაც სათხოვარი მაქვს რა? ხო. იმ გოგოს დადარჩა სოფო. მარტო ხელა გოგოა უმუშევარი. უჭირს მოკლედ პურის ფული არ აქვს. არადა კარგი ეკონომისტია. უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. კაცურად სამსახურში რომ მიიღო არ შეგიძლია? აბა რას ვიზამწმო? ჩაიწერე. გვარი. ხორბალაძე. ხორბალაძეო, გაიგე? ერთი სიტყვით ჩაიწერე და ხვალ აუცილებლად გამახსენე. გასაგებია. არ დაგავიწყდეს, იცოდე, თორე ვერ გადამირჩენ. დიდი მადლობა. რა მადლობა ძმაო. ეგ რომ ცოდნოდა, შენ შეგაწუხებდი. ეგ ხომ ჩვენი კაცური ვალია. საწყალი გოგო, უთხარი მოვიდეს ორშაბათს. ორშაბათს. კარგით. ისე მაგრადოცე მიხართ. არით ხო ვინ იყო, მე? მოდით ინფორმაციები გავცვალოთ. თქვენ მითხარით ვინ მოკლა ის ხუთი კაცი, მე გეტყვით ვინ მცემა მოსულა? ეგ რო ვიცოდე, მაგათ რას უზამდი, იცი? მართლა არ იცით? აბა საიდან? მაშინ მე გაგიგებთ. ჯიგარი ხარ. შენ ძმაო, მიწაში რა არის ისიც წერა, მაგას ვერ გაიგე. მაშინ ორშაბათს ხო? ორშაბათს. რა მაგრად უსრულებს. ყველაფერი გზია. ორშაბათს დაიბარა. რა კარგი ბიჭი ხარ, ლექსო. ბატონო? რომ გივიდე? ეს ყველაფერი რო გავიმეორო შეიძლება? მოგეწონა? ძალიან. დღეისთვის იქნა. მიდი დაკოქე. მე თავს მოვიკლავდი მაგარი. მე შემოწმე. დიახ. იჟერაზე სადა? დავიცი ჟანხარიში. დავდოვიჩმას იკითხა რა ვიცი. სახაზები არ არის? არის, მაგრამ გადახი. მოიდა რასა. რა ჟანხარი შენ ლექსოს სკოლაზე ხوار გადახი. ბიჭო შენ რაო ჩემი ბიზნესში რა ქუჩაზე ცხოვრობსო? ა? საღოლაში. საღოლაში. ნამყოფი ხარ? კი. აი ეს თუ საღოლაში ვენის ქუჩა, აი აქეთ რა ქუჩა გექს? იქ თელეთის. თელეთის. რა ის მითხარი აქ რა არის? არ ვიცი სახაჭი. კაცო გეკითხები რა არის საყვარელი კაცია ბიჭო. აბა ნუ ასაფარი მახებ რაღაც არ არის. არა, იგითი რაღაცები მანდარანი. მანდარი ერთი კაზინო, ცოტა დაბლა რესტორანია, იმის ქვევით კიდე დისკოტეკა. სულებ არის რა. თეისა? აი აქ რა არის? სკვერიკივით პეტერე მე რა. ჩემ ბიძაშვილს გასვავდით გიორგისთან. მე სიგარეტი გაგვითავდა და დაბლა ჩამოვედით. ხო. მე დავანო რა. და მან ვიყიდეთ მან ის არის რა? ჯიხური? ჯიხური კი არა, ბუტკა რა. ღამის ბუტკა? ხო, ღამის სიგარეტი რო იყიდებოდა ბორჯომი. ხუნდე კი არა, ბუტკა. სიგარეტი რო იყიდებოდა ბორჯომი. რაღაც კარგი, კათამაზე ეხლა წადი სამორიგეოში. ჯიგარო. და რაცია აქ მომიტანე? ოპერაცია? ეგ მე ვიცი, მიდი რაცია მომიტანე. ხო, მართლა ის ვალერა ნახე. უთხარი ფოტოაპარატი წამოიღოს, თაბა გაქვს უნდა რომ ძველ უბანში გაგიყვანოს ხო. პირის დასა. კოლას დაუძახე. დავარ. ეს დიალოგი რომ მივახსოვ რა.
ზედმეტი კითხვების დასმა და ბევრი ლაპარაკი არ მიყავს. რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ. გავა? და ბიჭო, დრო იყო, ესე იგი, ამართი დედავატი 93-94 წელი იყო. გესმის? ესე იგი, რა არ გაუკეთე, კაპიკი არ გადაბიხადე. ყველა ეგრე იყო მაშინ კაცო. ხმა არა მომიღია. გეფიცები შვილებს ვიწავარ, ხმა არა მომიღია. მერეც მარტო მაშინ კი არა, მერეც. ხოში ქონდათ, ბაზრობდნენ? ხოში ქონდათ არ ბაზრობდნენ. არც მაგაზე არ მიტყვი არაფერი. მერე რა იყო? რამდენიმე ფოტოგრაფი მოვიდა ჩემ. და იგედა, მოდი გავიფიცოთ. ფოტოგრაფის გამის. ხო, მეთქი თქვენ სირებო. აი თქვენაირი ფოტოგრაფი ხო ვედრა გიხს აბას. არა, თუ ქუჩაში გამოვიდ, გადავკეტავ ქუჩას უკვე იგე. მეთქი, შებოზო, მე ვთქვა, აი როკეტავ, ვისი ტრაკით უნდა გადაგეკეთო. აი კაცი რომელიც ეგეთ სისულელეს მეტყვის, ან დურაკია, ან შეგნებული ბოზი. ბოზი რატო კაცო? აი ხო გეტყუმე რატო. ეხლა უყურე. აი ამათვის რა არის თავარი, რომ ერთი პატარა შუბუკი აქვს. ლაპარაკი არ მიყვარს ახლა. აი იმავე წამს გამოჩნდება 1000 ჯურის ადამიანი. თეთრი, შავი, პატიოსანი, ბოზი, პროვოკატორი, ლამაზი, მახიჯი, გესმის? და უცებ დაიჩიტება ჭომრად, გესმის ისე? ვიღაც გრძელ პალტოიანი კლიენტი, პადრუჩკი, გავიგე? გაგიყვანს გვერდზე და აქცია უნდა გაგრძელდეს გენაცვალე. ეგე რა გინდათ ხალხს მე მოგახმართ. აი ეგეთი ბაზარია, ოღონდო, ბრავო. ესე იგი უნდა გაშალოთ ეს რა ქვია, მუშაობაო, პრესა, ტელევიზია, მოკლედ მასმედია, ახალგაზრდებში, სტუდენტებში, ლტოლვილებში. გესმის? მე შეასეუბნები. რა უნდა უთხრა? რა შეუბნები და ამას გენაცვალე ყველაფერს მამუთი ჭირდება. ვისაც ყოფს ახლა ეს? მე იწყება ვაჭრობა. ახლა 100-კაციანი მიტინგი ღირს ყვაფასი. ამდენ ეგრეა. 200 ნიღრია. ქუჩის გადაკეტვა, შიმშილობა უფრო ძვირი და მე დემონსტრაცია კიდევ უფრო ძვირი. ვისაც ყოფს ეს? 2003 წელია. 2003 წელს დაალაგა ბრატ. აი ამ ხალხის მაყუთი მოიპარა. ჩაიდო ჯიბეში, აღარ გასკდა მაგისი მუცელი. გამიგე? და ეხლა მთავრობაში უნდა მოვიდეს, ზურგი გაიმაგროს, რომ ესე იგი ოფიციალურად კიდე მოიპაროს და მოიპაროს. იგრე. ეხა სხვა დროკონია. მეზობელი ქვეყნები რო არის, რომელსაც არ უნდა ჩვენი საქართველოს არსებობა, უნდა რომ ყველაფერი დაინგრეს. აი აქ არის ბოზობა ძმაო. არა ვარ მართალი. ეხლა რა არის, მართალი წერა? ხო. და თან არა ხარ მართალი. რათა და იმათა. შეკაიკაცო, მანდ მაინც 4 მშიერი ფოტოგრაფი და რო იწყე. იმ ხალხზე რატო არაფერს არ ამობ, აი მაგათი ჯამაგირები და საცუდავი ხალხის პენსიები რო შეჭამეს. მოიპარეს, მე ეს კაზინოები და ამხელა ჰოტელები რო წამოჭიმეს. მაგით მე უნდა დავიწყო? აბა მე უნდა დაიწყო. მაგით შენ უნდა დაიწყო. მე უკვე დავიწყე. აი. ბაჩი. საყვარელი კაცია. შემეძმა ხარ რა. გეფიცები რა, აი შეთა ლაპარაკი მიყვარს და იმიტომ არის უცე, აი რომ დავიწყებ ხოლმე ვეღარ ვჩერდებ, თორე იზვინი რა. არაფერი კაცო, ეხლა მოემზადე? მოემზადე? აი დაწყებული რომ აქვს, ეხლავე დაგიმტკიცებ. მიდი აი ახლა კაზინოს მიუახლოვდებით თუ არა ექსტერიერი გადაიღე შესასვლელი. მიდი მოემზადე? შუგნიშნები და რამე არ იყო. ხო, ალბათ არ იყო. ცოტა მანქანების იყო. აი რაღაცაში ესაქვე. აი ხედავ იქ ჯიხოს ხედავ. მოიცა არა ჯერ ნახე აქეთ ხო არ იყურებიან. არა, მომეფარე.
არა ვარ და პივის ღირსი ბიჭო შენ რამდენი ლაპარაკი შეგვიძლია constructive with that. Another German substitution, Freddie Bobic off and Lauf is on. მე ვერც ნატია სამჯერ. შემოგროს დაიბადე ბიჭო, მაგის მერე დაიბადე. ო. 2000 დაბადებული არ იყავი? რატო არ ვიყავი? 21-ის არ ხარ? თუ 20-ის? 2003 წელს დავიბადა. ხოთები 2003 წელს დაიბადა წარმოიდგინე თან. 2003 წელს შევედი სკოლაში. ესენი რას მოგაგებინებენ? აუ ასე ხუთი კვადრატ მოვარდყი და ბოლოს რეალმა არ ჩამისვა რა. საკუთარ მოედაზე წააგმა დამპალმა. ეხლა შენ რა გინდა? მამა შენის ქონება და სახლი უცებ გინდა წააგო რა. ახლა მე რაბას რა მოვიდა? ბუკიას სახლი გაგიდრა. აი ჩაუშვა. მე ტოტალიზატორში მოგებული კაცი მილერ მინახავს. თვალს გაიგე? აი რეალს რომ მოგო, იცი რამდენს მოვარდყავდი? რამდენს? აი 1200-ს დო. ფაი. ბერე. მარტყიც მაგას. კი ვერ მოიგო, არ მოიგო. აი მას ვერ ვხვდები. აი ხო უბრალოდ შენ ლექციების ასაკითხად მოხვედი? აბა ჩვენ ეგამაგლია შენი ზანებს აქ ლექციები. შენის მითხარი. აი კაზინოს მობილდაპირე მხარეს რო ჯიხურია. რა? აუ ჯიხურია რა. რა ხდება მანდა? ვისი? გაბოსი. აბა გაბო. ჩვენი უბნელია, გურგენაშვილი კაი კაცი. ადრე ცეკავშეში რომ მუშაობდა. რა ხალხი დედის? საშიში ხალხი ერენის ახალში. რა ჩალიჩო? ინფორმატორს სამარხო. აბასნი ხალხია. ამას წინათ რა ქნა საიცი? უბნელებთან ჩხუბი მოვიდა და რო გააწეს ტრუბები, 3-7 წინა. რა ტრუბები ეს? კენის ტრუბები რა. კენის? ო. ამა თუ. ხიშრამიანი? აღალი? ვინმე? ხო ის მაღალი და კიდე ორი სხვა რა. ეგეთი? სახარიჩი. 10 ლარი არა გაქრომასეს ხო? ბიჭო, თქვენ რა ზარტკები ხართ, რა ხართ? აჰა, 5 ლარი. მაინც უნდა წააგოხმა, არა მეკო გააყვიხლა კიდე. მაინც არას თარსა. დავა. აი ეს ბოლოა და всё. всё, მე ვიცი თქვენი всё. Frank Baumann seems to substitute himself. He's going to be replaced. Opa, Lexi, bro. დროზე ცხოველი გამოვიდა. ოპა. მორიგე. ძიძინა
ვარ საბაგარი. თერეთის ქუჩაზე სასწრაფო ოპერჯგუფი. Ura, que cazzo per il troncone scuola. Ura, magari cazzo. Beh, Oh, bicho. Es mains agushlian sounds ხალხო. რომ მოусვინოთ ხმას. დიდავატირე. სამორჩი. ძალიან კაი სერია იყო. ამის ვენებ როძერსკი სერიები გოლდა. ეს არ მორჩება ესე ჩვეულებრივად ამათი დაჭერი ჩანსი არა. და ლაიქეთ არხი გამოიწერეთ და რამე დროებით შემდეგ ვიდეომდე ხალხო. არხი გამოიწერეთ, ნუ გეზარებათ. ყველაზე მარტივი რაღაცაა და ლაიქეთ ხოლმე და კომენტარები დაწერთ თქვენი აზრი. ლექსოზე, მარლიზე, აგერ დიმო, აი ეს დროებით ხალხო. შემდეგ ვიდეო. უკანა გავიწდა. კოკური